იგი რაც მინდა თქვა, რომ არის არაერთი შემთხვევა, ესე იგი, რომ ადამიანი ქრისტიანულ ცხოვრებას თითქოს ჩამოშორდება ხოლმე და აღარ დადის ტაძარში, აღარ ამბობს აღსარებას, არ ეზიარება, არ ლოცულობს და ჩვენ ესე იგი, რომლებიც ჯერ კიდე აქ ვართ ღვთისმადლით, არა? ჩვენ უნდა ვიპოვოთ რა არის აქ მთავარი. თუ ადამიანმა ვერ იპოვა ეკლესიურ ცხოვრებაში რა არის მთავარი, ის შეიძლება ცოტა ხანი იყოს, მერე გაძლებაზე იყოს და მერე წავიდეს. აი თუ მთავარი ვერ იპოვა, მთავარი შინაარსი რაც არის ქრისტე და ქრისტიანობის მთავარი შინაარსი რა არის, რომ ადამიანი უნდა განიღმრთოს, ადამიანი უნდა ქრისტეს მიემსგავსოს, ადამიანი სულის გადარჩენისთვის უნდა მოდიოდეს. აი ხო ჩვენ უბრალოდ რო დავფიქრდეთ, ზოგჯერ ვამბობთ რა, იმიტომ მინდა მივიდე, რომ აი რაღაცა დამშვიდდა, კარგად ვიყო, რაღაცა ზოგს ალბათ იმიტომ რომ რაღაც მატერიალურად ხელი მოემართოს დაუშვათ. ნებისმიერი მიზანი შეიძლება არსებობდეს თავდაპირველად, რომ ადამიანი მოდის ტაძარში. მაგრამ ყველა ამ მიზანმა თუ თავი არ მოიყარა ერთ მიზანში, რომ ჩვენ გვინდა რომ სული გადავირჩინოთ, ჩვენ გვინდა რომ უფალთან ერთად ვიყოთ და სასუფეველი სწორედ ეს არის, უფალთან ერთად ყოფნა და თუ ამ მიზნამდე არ მივიდა ყველა სხვა დანარჩენი მიზანი, მაშინ უკვე ადამიანი დიდხანს ვერ ჩერდება. ამიტომ აი ჩვენ ეგ უნდა ვიპოვოთ ჩვენს თავში, დავუსვათ საკუთარ თავს შეკითხვა. ჩვენ რისთვის მოვედით ტაძარში? რა არის ჩვენთვის მთავარი? ეხლა რამდენჯერ ყოფილა, რომ აი მრევლისთვის მიკითხია, რომ სახარებას კითხულობს თუ არა და აღმომიჩენია, რომ არ კითხულობს. სამწუხაროდ ჩვენს გულში ჩავიხედოთ, ესე იგი. დღეს უსმენდი მამა თეოდორე რა კარგად ამბობდა, ესე იგი. ზოგი ამბობს, რომ წაკითხული მაქვს. წაკითხული მაქვს რას ნიშნავს და შედარება მოაქვს, ესე იგი, აი ნატურა სულ დაკავშირებული უნდა იყოს დენის წყაროსთან, ხო მართალია, რომ ანათებდეს. რა წამს მოუშვებ იმ ნატურას, მორჩა, ჩაქრება. მერე რა რო გუშინ ენთო. ის სულ უნდა იკვებებოდეს ამით. და როდესაც ეს აღარ ხდება, როდესაც სახარებას აღარ ვკითხულობ, როდესაც აღარ ვლოცულობ, როდესაც არ ვეზიარებ, მაშინ უკვე ქრება ჩემში ის ნაპერწკალი. და ადამიანი და თავიდან ხო ცხელია ნატურა და რომ მოუშვებ და დენის წყაროსთან კავშირი აღარ აქვს, რითიც იკვებება და რაც მას ანთებდა. ის ნელ-ნელა გრილდება, გაგრილდება და ადამიანი ხდება ნელთბილი. აი ეს ნატურაც ესე ნელ-ნელა გაგრილდება. და აი ეს ნელთბილობის მდგომარეობა ხშირად აქვს ადამიანს, რომელიც ესე იგი ვერ პოულობს იმას, რაც არის ყველაზე მთავარი ქრისტიანობაში. ესეთი ნელთბილი ადამიანი მერე შეიძლება უფრო რთული მოსაყვანიც იყოს ტაძრამდე, ვიდრე ის, ვინც საერთოდ არ ანთებულა ჯერ. ესეც ჩემი სიტყვები არ არის. ვინც საერთოდ არ ანთებულა და არ დაუწყია ქრისტიანული ცხოვრება. ამიტომ აი ჩვენ ვეცადოთ, რომ ჩვენში არ განელდეს ის. ეხლა ჩვენ რო ხედავთ, გალაქტიონ ტაბიძეს აქვს ასეთი ლექსი. მე ამას წინათ ბიჭებს ვეუბნებოდი. ესე იგი, ცრიან მამულზე თუ ფეხში შველა არ გაიარებ, ხო ყველა ვიცდეს. და იქ, ხო, ცრიან ბალახზე წერია, რომ სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამულიო. ხო და მე ვამბობდი, რომ აქ მეთქი დაფაზა უნდა დიდათან სადმე დავწერო, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული. და ეგ ჩვენ ბევრ რამეს გვეუბნება, სამწუხაროდ. ეგ რას გვეუბნება? აი 10 წლის წინ, 11 წლის წინ, უკვე 11 წელი შესრულდება ეხლა აგვისტოში. რაც ეს ტაძარი გაიხსნა.
და 11 წლის წინ შეიძლება სხვა ხალხი ჟრიამული ისმოდა აქ. 9 წლის წინ სხვა 7, 5 და დღეს შეიძლება სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული და ესე იგი რაზე უნდა ვიფიქროთ იცით რომ ხვალ და ზეგად შეიძლება სულ სხვა ხალხის ჟრიამული ისმოდეს. ეს სამწუხარო რეალობა არსებობს. თუმცა არის რა თქმა უნდა ისეთებიც რომ 10 წლის წინაც იყვნენ და 5 წლის წინაც და დღესაც. რეალობა ესეთია რომ ეშმაკი ცდილობს თითოეული ჩვენთაგანი მოაცილოს ამ წიაღს. თითოეული ჩვენთაგანის მიმართ წარმოებს ეს ბრძოლა, როგორც მოციქული პეტრე ამბობს, როგორც რომ ყვირალი ლომიო ესე დაძრწისო, რომ თავისი საკბილო ნახოსო. და ახლა ჩვენ წარმოედგინოთ, ტყეში ვიყოთ, ვიცოდეთ რომ გლებით არის სავსე და ჩვენ იქ მოვიდომოთ რომ ჩაგვეძინოს. რომ სადმე მისდო თავი და მიიძინო. პირიქით იქ ცეცხლს ანთებენ ხოლმე, რომ ცხოველი ახლოს არ მოვიდეს. ხოდა აი ეს ცეცხლი უნდა გულში კონდეს დანთებული ადამიანისა და მე უკვე სხვაგვარად დავაწერდით რომ დავაწერდით სხვა ხალხისაც ისმის აქ ჟრიამული. ანუ მათიც ვისიც ისმოდა ახლაც ისმის და სხვა ხალხისაც. აი ეს იქნებოდა კარგი. თუ არა და ქრისტიანული ცხოვრება და ეკლესიური ცხოვრება არ არის ის რომ აი დავდიოდი ტაძარში და აღარ დავდივარ. დავდიოდი სიმღერის წრეზე და აღარ დავდივარ. დავდიოდი ფეხბურთზე და გამოვედი, აღარ დავდივარ. მოდი ლუკა შემოდი. და ეგრე არ არის. იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას ბოლო ამოსუნ თქვა როგორი იქნება ადამიანის. ის რომ 10 წელი დადიოდი და 15 წელი დადიოდი, აი უშუალოდ იმ პერიოდში, როდესაც გარდაცვალების წინ არის ადამიანი, თუ არ ეზიარება, არ ამბობს აღსარებას, არ ცდილობს რომ ქრისტეს მიმდევარი იყოს, ქრისტეს მიემსგავსოს, ესე იგი ეს ამას აქვს მნიშვნელობა. წყალში იყრება ის 10 და 15 წელი. და პირიქით ესე იგი თუ ადამიანი შეიძლება დიდი ცოდვილიც იყო, მაგრამ მიატოვა თავისი ცოდვილი ცხოვრება, თავისი გზა, უწმინდური გზა, უღმერთო გზა მიატოვა და ცხოვრობს ქრისტიანული ცხოვრების წესით და აი ეს ბოლო წლებს აქვს, ბოლო დღეებს, ბოლო ამოსუნთქვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მაგრამ ახლა ვინ იტყვის რომ მე გარანტია მაქვს რომ ზუსტად ვიცი როდის არის ჩემი ბოლო წლები. ესეც ღმერთმა განგებ დაფარა ჩვენგან. ახლა წარმოედგინოთ, ჩვენ არ ვიცით რამდენი ხანი ვიცოცხლებთ და მაინც ისევ ცხოვრობთ, რომ თითქოს არ მოკვდებთ და გონია რომ სადღაც შორს არის ეს. და ეგრო ვიცოდეთ რომ მართლაც სადღაც შორს არის და ვიცოდეთ რომ ეს სიკვდილის წინ არის თავარი. მაშინ ადამიანი საერთოდ აღვირახსნილობით იქნებოდა უმეტესობა. ჯერ ისედაც უმეტესობა ესეა, მაგრამ მაშინ მით უმეტეს. თუმცა რა თქმა უნდა იქნებოდნენ ღვთისერთგული ადამიანები, რომლებიც სიწმინდით იმიტომ კი არ იცხოვრებდნენ, რომ მე გადარჩენილიყვნენ. არამედ იმიტომ, რომ ქრისტეს უერთგულებდნენ და თავად ეს სიწმინდე იქნებოდა მათთვის ღირსება და ძვირფასი რა. ქრისტესაც ადამიანები თავს შეწირავდნენ და აი გუშინ გიორგობა იყო და ჩვენ ახლა გიორგობას ძირითადად ასე აღვნიშნავთ, რომ იქ სალოცავში უნდა წახვიდე, იქ ცხარი უნდა დაკლა, ვიღაცა მამალი უნდა დაკლას, დაპატიჟოს თავისი მოყვასი, მათთან ერთად მოიხინოს. კი ბატონო, ამაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ ჩვენ თუ ამას თავარი გამოვაცალეთ, რა არის წმინდა გიორგისადმი ჯეროვანი და სწორი თაყვანისცემა, მაშინ იმისგან არაფერი არ დარჩება. და რა არის სწორი თაყვანისცემა? აი მაგალითად, თქვენ იცით რომ წირვები პირველად აღესრულებოდა ხოლმე მოწამეთა საფლავებზე. და დღესაც წმინდა მოწამეთა წმინდა ნაწილებია ჩაბრძანებული საკურთხეველში რომ ტრაპეზია, სადაც წირო აღესრულება. იმ ტრაპეზშიც და ოდიკშიც უშუალოდ რაზეც წირო აღესრულება, იქ ორივეგან არის წმინდა მოწამის ნაწილი ჩაბრძანებული.
არა რომელიმე სხვა წმინდანი სხვა არიან, ახლა დიდი მღვდელმთავრები არიან, ღირსი მამები არიან და ასე შემდეგ, მაგრამ უშუალოდ მოწამეობრივად აღსრულებული ადამიანის ნაწილი უნდა იყოს ჩაბრძანებული და რატომ? იმიტომ რომ თავდაპირველად სწორედ მათ საფლავებზე აღესრულებოდა წირვა და ხდებოდა მერე ყოველწლიურად მათი ცხოვრების გახსენება. და რისთვის გახსენება? იმისთვის რომ მათ რამე შეემატებათ ამითი? ეხლა დღეს შეიძლება ვიღაცამ რაღაც გააკეთა, ვიღაცამ ააშენა, ვიღაცამ დაამშვენა, ვიღაცამ რაღაც გამოიგონა და ამის შესახებ ლაპარაკობენ. საღამო მოუწყეს სიტყვაზე და საუბრობენ. ეს კარგია, ამაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ ეს დამოკიდებულება კი არ არის წმინდანებთან, რომ ეს მოდი შევაქოთ, დაუფასოთ ღვაწლი. წმინდა გიორგის ჩვენ თუ ღვაწლს არ დაუფასებთ, მას ამითი არაფერი არ დააკლდება. მაგრამ ჩვენ როდესაც წმინდა გიორგის ღვაწლს დავაფასებთ, ამითი შეემატება იმას, ვინც ამას შეხედავს. რატომ იყვავს ხოლმე შინდისელი გმირების მემორიალთან ბავშვები? რომ ბავშვობა ნახონ, რომ ესენი სამშობლოსათვის იბრძოდნენ. და ამითი იმ ბიჭებს კი არ შეემატებათ რამე. ამითი ჩვენს მომავალს შეემატება, რომ ეცოდინებათ რა არის ღირსეული და რა არის დასაფასებელი. და წმინდა გიორგის ცხოვრებას და სხვა მოწამეთა ცხოვრებას რომ იხსენებდნენ, იმისთვის იხსენებდნენ, რომ სხვებს ცოდნოდათ რა არის ქრისტეს ერთგულება. რომ ამითი მიებაძა წმინდა გიორგისთვის და რომ ეს იყო ნამდვილი თაყვანისცემა წმინდა გიორგისადმი. ანუ ამა თუ იმ წმინდანისადმი თაყვანისცემა ყველაზე საუკეთესო აზრით ნიშნავს იმას, რომ ამა თუ იმ წმინდანს მიბაძავ იმაში, რითიც მან უერთგულა ქრისტეს. და გამოდის, რომ რა ჩვენ წმინდანის თაყვანისცემა ღმერთთან გვაახლოვებს. და ამ წმინდანის მთავარი მოღვაწეობის მთავარი შინაარსიც ეგ არის, როგორ ამბობს უფალი სახარებაში, ეგრეთ ბრწყინებდი ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნე საქმენი თქვენი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა. ანუ ჩვენ თუ ამა თუ იმ წმინდანს შევხედავთ და მისი მეშვეობით ჩვენი გონება ღმერთამდე ამაღლდება, ღმერთის დიდებას დაიწყებს. ეგ არის სწორედ მთავარი. ჩვენ ცხოვრებაშიც ეგ არის მთავარი. ჩვენ რო ადამიანი შემოგხედავს, კი არ უნდა თქვას, რომ რა მაგარია, არამედ უნდა თქვას, რომ დიდება შენ დაუფალო. ჩვენი შემხედვარი ღმერთის დიდებას უნდა იწყებდეს. მაგალითად, ჩვენ როდესაც სარკეს შევხედავთ, ჩვენ არავინ არ ვიტყვით, რომ ეს სარკე ანათებს. არამედ ვიტყვით, რომ მზე არის არეკრილი ამ სარკეში. სარკის დამსახურება ის იქნება, რომ ტალახიანი არ იქნება და სუფთა იქნება. ეგ სარკის ღირსება. მაგრამ იქიდან რაც ანათებს, ეგ სარკის ღირსება აღარ არის. ეგ მზე ანათებს. და ჩვენში თუ რაიმე სიკეთეა, ეგ ღმერთი ჩანს ჩვენში. როგორ ეუბნაოდა მოციქული პავლე თავის სულიერ შვილებს, რომ შვილნო ჩემნო, რომელთათვის კვალად მელმის, ვიდრემდე გამოიხსახოს ქრისტე თქვენ შორის. ჩემო შვილებო, რომლებისთვისაც კიდევ მტკივაო, სანამ ქრისტე არ გამოიხატება, გამოისახება თქვენ შორისო. როგორ უნდა გამოიხატოს ქრისტე ჩვენ შორის? წმინდა ბასილი დიდი ასეთ რამეს ამბობს, თითოეული ადამიანი ტალახში ჩავარდნილ მონეტას გავს. და რამდენადაც გაასუფთავებ ამ მონეტას, იმდენად გამოჩნდება რა არის აღბეჭდილი ამ მონეტაზე. რამდენადაც ადამიანი სულს განიწმენს, იმდენად გამოჩნდება ქრისტეს თვისებები ჩვენში. და იმდენად არის ადამიანი ქრისტიანი. რამდენადაც ქრისტეს მიბაძავს. და ამას რო აღმოაჩენს, ესე იგი მიხვდება, რომ ამას სახარების გარეშე ვერ შეძლებს. როგორ უნდა მიბაძო ადამიანს, რომელიც არ გინახავს. როგორ უნდა მიბაძო ადამიანს, რომლის შესახებაც არაფერი არ გსმენია. როგორ უნდა მივბაძო ჩვენ ქრისტეს, თუ მის შესახებ არაფერი არ ვიცით. ანუ სახარებას თუ არ კითხულობთ. თან ეს მარტო ინფორმაცია ხო არ არის, რომ წაიკითხე და გაიგე. ვინც სახარებას ყოველთვის კითხულობს, არ არსებობს, რომ ერთი ასეთი რამე არ აღმოაჩინოს. 10 წლის წინ რო წაიკითხა, რაღაც ახალი გაიგო, 9 წლის წინაც რაღაც გაიგო. ახლა მეც დღესაც რო ვკითხულობ, არადა
ხო, ერთი და იგივე წიგნს ვკითხულობ, აი თან სხვადასხვა გამოცემებით კი არა, სულ ერთი და იგივე აი ჩემს ხელში რო ძელდება და აი რაღაცა სიტყვა არასოდეს არ დამინახავს ისე, როგორც ახლა დავინახე. სხვა დროსაც ეგრე და იმიტომ ის ყოველთვის ახალია. ის ყოველთვის ჩვენი სულიერი ზრდის კვალობაზე კიდე რაღაცას გვეუბნება და იმას ვერასოდეს ვერ ამოწურო. ისე რომ რითიც დავიწყო, მე წაკითხული მაქვს, ეს ძალიან დიდი თავის მოტყუებაა. წაკითხული კი არ უნდა ქონდეს, ამითი ყოველდღიურად უნდა ივსებოდეს ადამიანი. ყოველდღე ერთი თავი მაინც უნდა წაიკითხოს სახარებიდან, სამოციქულოდან. და ეს მარტო ამბავი კი არა, რასაც ჩვენ ვიგებთ. ეს სულიწმინდის მიერ არის დაწერილი, მოციქულთა ხელით. და სწორედ ის სული შემოდის ადამიანში. აი, მაგალითად, რომ წავიკითხოთ, ესე იგი, რაღაცა ისეთი ნაწარმოები, რაც არ არის სულიწმინდისგან, რომელიც ადამიანისგან არის, რომელიც აი საეშმაკო სულით არის დაწერილი. აი, სული შემოდის ჩვენში. ხო და იმით ივსება ადამიანი და დღეს ახლა რო შევხედოთ 24 საათის განმავლობაში რითი ივსება ადამიანი. და როგორ ძალიან ცოტა ჩაეწეთება ხოლმე ეს სახარება ადამიანში. ზოგ შემთხვევაში საერთოდაც არ ჩაეწეთება, იმიტომ რომ თუ არ კითხულობს რანაირად. მაგრამ მარტო წაკითხოც კი არ არის. წაკითხვა იმისთვის კი არა, რომ ჩვენ აი რადგან დავალებული ქონდა, რომ დღეში ერთი თავი წაგვეკითხა, აი წავიკითხეთ და ჩაგვეთვალა დღეს. დღეს ქრისტიანი ზოგიერთი რა თქმა უნდა ყველას არ ეხება. იმიტომ ასრულებს დილის ლოცვას, რომ ის ჩაეთვალოს და სინდისი დაიმშვიდოს. იმიტომ წაიკითხავს სახარებას, იმიტომ წავა ტაძარში. შეიძლება აი ყოველგვარ შინაარსს მოკლებული იყოს ეს მოქმედებები, ეს მექანიკურია და ესე იგი ამ ადამიანმა ჯერ ვერ აღმოაჩინა ის, რის გამოც კითხულობს, თუ რის გამოც ლოცულობს და საერთოდ ეკლესიურად ცხოვრობს და ესე მერე ადამიანი იღლება და მერე შორდება. მაგრამ ჩვენ როდესაც ვკითხულობთ, ჩვენ უნდა ვიაზრებდეთ, რომ ეს ჩვენს ცხოვრებაში რამდენად ხორციელდება. აი სახარებაში როგორ ამბობს უფალი, ვინც წაიკითხავსო, ჩემს სიტყვებს მოისმენს და ამას შეასრულებსო, ის გავს კაცს, რომელმაც კლდეზე ააშენა სახლი. და რომელიც მოისმენს და არ შეასრულებსო, ის გავს უგუნურ კაცსო, რომელმაც ესე იგი საფუძვლის გარეშე ქვიშაზე ააშენა სახლი. არა და შეხედავ და ორივე სახლი დგას ახლა, ვერაფერს ვერ იტყვი. როცა მზიანი ამინდია, შეხედავ და ძალიან მშვენიერია ორივე. მაგრამ განსაცდელი გამოცდის ხოლმე. განსაცდელიც იმიტომ ქვია გამოცდის ის. ქარიშხალი რო იქნებაო, წყალდიდობა და წვიმა ეკვეთება ამ ორივე სახლს და ერთი დარჩება და მეორე წაიქცევა. და ჩვენც ესე შეიძლება რომ მოვედით ტაძარში, ვისწავლეთ გარეგნული წესი და ჩვევა ქრისტიანის, რომ აი ესე უნდა დავემგვანოთ ქრისტიანს, მაგრამ მარტო გარეგნული მასე არ უნდა დადიოდეს ჩვენი ქრისტიანობა. მე განსაცდელის წინაშე რო აღმოჩნდებით, შეიძლება ვიღაცა შემოქმედოს და გაუკვირდეს. ეს ის არ არის, ჩვენ რო გვეგონა რომ აი ესეთი და ესეთი მორწმუნე იყო. წმინდა პაისი ათონელს ესეთი ის მოყავს. ესე იგი ძალიან ადვილია რომ შენ თვითონ დაიმდაბლო თავი შენი სიტყვებით, მაგრამ ეგ სულაც არ ნიშნავს სიმდაბლესო და მაგალითი მოყავს. სადღაც მონასტერში იყო ერთი კაცი, სტრადისი ერქვა. და რომ ეუბნებოდნენ, ესე იგი, ბატონო სტრადის, რის ბატონო, უნდა მითხრათო, ცოდვილის ტრადისი დამიძახეთო, თუ რაღაცა ამ დაგვარი. ერთხელო დაუგიანდა ცისკრის ლოცვაზეო. ცისკარი მონასტერში დილით არის, იწყებენ ზოგან 3-ზე, ზოგან 2-ზე, 4-ზე, შუაღამისას. დააგვიანდაო და გაგზავნეს, რომ დაეძახათო და ესე იგი, ჯერ არ წამოსულ ხარო თუ რაღაც კითხეს და
როგორ მე ასეთი და ასეთი მოღვაწე ვარო და შენ მეუბნევიო რომ მე ლოცვაზე დავაგვიანეო და მოკლედ ატეხა ერთი ამბავი და იქო მონასტერშიო ყველას რო ეგონა რომ ეს ესეთი სულიერი კაცი იყო გაკვირვებულები უყურებდნენ და ეს ის არისო ჩვენ ესეთი გაგონაო აი წარმოიდგინეთ ხო და ის განსაცდელი წარმოაჩენს იმას საფუძველი ქონდა თუ არ ქონდა თორე ეგრე ადვილია ჩემს თავზე თქვა რომ აბა მე აი რასაც დავაკვირდეთ რასაც ჩვენ თავზე ვიტყვით რომ აი ესეთი ცუდი ვართ ისე ვერ ვაკეთებთ ეგ რო სხვამაც გითხრას იმას ვერ ვითმენთ და ეგ იმას ნიშნავს რომ ჩვენ საფუძველი არა გვაქვს იმის რომ ყარათ ვერ ვდგევართ იმიტომ რომ ქვიშაზეა აშენებული ჩვენ კი ვისმენთ ღვთის სიტყვას და მოგწონს მაგრამ ჩვენ არ ვცდილობთ რომ ისე მოვიქცეთ და ამიტომაც ჩამოიშლება ხოლმე განსაცდელი გამოავლენს ხოლმე წმინდა გრიგოლ ნოსელს და ცნობისთვის მინდა ვთქვა რომ შეიძლება კიდევაც ვიცით მაგრამ გაგახსენოთ წმინდა გრიგოლ ნოსელი იყო წმინდა ბასილი დიდის ძმა და ამ ოჯახში 10 დედმამიშვილი იყო და ამათიდან 5 წმინდანად არის შერაცხილი და ის დანარჩენი 5 ჩვენ უბრალოდ არ ვიცით თორემ ამად გვერდით ვინიც ისინიც უბრალოდ ესენი უფრო სასულიერო მოღვაწეობაში იყვნენ და ვინიც ის მათი დედმამიშვილებიც ისეთ წმინდა ოჯახური ცხოვრებით სული გადაიჩინეს ეგ არავინ არ იცის და დიდი ალბათობით ალბათ ესე იქნებოდა 5 დედმამიშვილი რო წმინდანია და მშობლები რო წმინდანები არიან და მშობლები კიდე წარმოიდგინე ესე წმინდა ოჯახში აი ამ ხელა მნიშვნელობაა თვითონ ოჯახს და ეს წმინდა გრიგოლ ნოსელი ასეთ რამეს ამბობს მას აქვს ასეთი ნაშრომი ქრისტიანის სახელი და აღთქმა ეს ძალიან მნიშვნელოვანია შეგიძლიათ ინტერნეტში მოიძიოთ წაიკითხოთ იქ ერთ ასეთ შემთხვევას აღწერს მე არაერთხელ მithქვამს მაგრამ ახლა რადგან სიტყვა მოიტანა ერთ-ერთი ალექსანდრიელი ვაჭარი იყო რომელსაც მაიმუნი ყავდა მე და ამ მაიმუნს ადამიანის ნიღაბს გაუკეთებდა ჩააცამდა ცეკვა ასწავლა დაყავდა სხვადასხვა ქალაქში აცეკვებდა და ამით შემოსავალი ჰქონდა ადამიანებს ის ადამიანი ეგონათ მაგრამ ერთხელაც ერთ-ერთმა კაცმა რომელმაც იცოდა ეს ამბავი გადაწყვიტა რომ გამოეაშკარავებინა რომ ის არ იყო ადამიანი არამედ იყო მაიმუნი და როდესაც გადავიდა ეს ვითომ ადამიანის სინამდვილეში მაიმუნის აცეკვავთ მან რაღაცა ტკბილეული გადაუყარა ხილი გადაუყარა რაც უყარს მაიმუნს რა ვიცი ახლა როგორ ეს მაიმუნი კი არ მორჩა თავისი პარტია კი არ ჩაამთავრა და მერეავა ჩამოიგლიჯა მაშინვე ნიღაბი და ეცა ამ ტკბილეულს და ყველა მიხვდა ეს იყო საქმე და რატო ამბობს მინდა მამა ამას ჩვენ გავართ გარეგნულად ქრისტიანებს მაგრამ განსაცდელის წინაშე ჩამოვიგლეჯთ ხოლმე ამ ნიღაბს და აღმოჩნდება რომ აი შინაგანად როგორი ყოფილვართ ხოლმე იმ ტკბილეულის და იმ კაცის ბრალი კი არ იყო ეს მაიმუნი რო იყო უბრალოდ იმან წარმოაჩინა ჩვენ ვიტყვით მან გამაღიზიანა მან გამაბრაზა და თუ ჩვენში მრისხანება არ არის როგორ მან გამომიყვანა მდგომარეობიდან აბა მიდით და გამოიყვანეთ მდგომარეობიდან აი ვინც მართლა სულიერად ცხოვრობს ეგრე ადვილი კი არა ეს ძალიკლდესავით არის ერთ-ერთი მოძღვარი ყვებოდა ასე იგი ერთმა ადამიანმა პატრიარქი ალოდინაო აღარ ვიტყვი როგორ არის პატრიარქი მძღოლმა ერთ-ერთი მძღოლი იყო და სადღაც მიდიოდნენ და პატრიარქი ელოდებოდა 45 წუთი აი დგას პატრიარქი და მანქანა უნდა მოვიდეს და პირიქით წესი ძღოლი უნდა ელოდებოდეს რომ პატრიარქი შემოძანდეს და ჩქარობს სადღაც 1000 საქმე აქვს წავით 45 წუთი ალოდინა და ეხლა არ გაინტერესებს თუ რა იყო პატრიარქის გაბრაზებაო სად ახარ კაცო აქამდე ეტი არაფერი ხო და მიდი და გამოიყვანე მდგომარეობიდან რა აღარ აკადრეს პატრიარქს მით უმეტეს ამ ბოლო დროს გინახიათ რომ გამოსულა და აი ეს გაღიზიანებით რამე ეთქვას
არ არსებობს. და ჩვენ ვიტყვით, რომ აი ამის ბრალია, რომ სიმშვიდე დამაკარგვინა. და არ გქონდა ეთყობა ეს სიმშვიდე. და რა დაგვაკარგინა. და ის სიმშვიდე იყო ისეთივე, აი ქვიშაზე აშენებული სახლივით. და ის ჩამოიშალა. თორე ის რო კლდეზე ყოფილიყო დაფუძნებული, ის არ ჩამოიშლებოდა. რა, ესე იგი, მეზობელი რო რაღაცას იყიდის და მე რო შური მჭამს, მეზობლის ბრალია რომ ის რაღაცა იყიდა? ჩემში რომ შური არ ყოფილიყო, კაინში რომ შური არ ყოფილიყო. აბელის ბრალია რომ კაინ შურმა შეჭამა და მკვლელობა ჩაადენინა. ვიღაცა რო დახმარებას თხოვს და მე რო მენანება, იმის ბრალი კი არ არის, ვინც მე დახმარება მთხოვა. ჩემში როა ეს სიძუნწე, მაგის ბრალი. ხო და, მაგრამ გარეგნულად არ ჩანს. უბრალოდ როგორც იმ კაცმა გადაუყარა ის ტკბილეული და აღმოაჩინა, რომ ის მაიმუნი იყო სინამდვილეში, ისე ჩვენი მთხოვნელი ჩვენში წარმოაჩენს ხომ იმ ნიღაბს ჩამოხსნის მოწყალე კაცისა და აღმოაჩენს ჩვენ თვითონაც და სხვაებიც, რომ აი თურმე ეგრე არ ყოფილა საქმე, როგორც გეგონა. ჩვენ შეიძლება ადამიანებს ეუბნებით, რომ ასე გვიყვარხარ და ისე გვიყვარხარ, მაგრამ იქ რო დგება მომენტი, რომ შენ თავი რაღაცით უნდა გაწირო, შენი თავი უკან დააყენო და სხვას გზა დაუთმო და გაატარო და ვერ აკეთებ. იქ ჩანს, რომ თურმე არ გიყვარს ის. მაგრამ ეგ იმის ბრალი, მან კი არ წაგართვა სიყვარული, ვინც შენგან თავგანწირვას მოითხოვს. არ რომ ეს სიყვარული არ არსებობდა, მაგრამ გარეგნულად რაღაცა შევიქმნით, ჩვენ ილუზია, რომ ესე იგი ჩვენ გქონდა რაღაც, სინამდვილეში არ გქონდა. ღვთის სიტყვის შესრულება ადამიანს სწორედ მაგას ასწავლის. რომ ესე იგი, როდესაც ადამიანი დაიწყებს ღვთისადმი მიბაძას, პირველ რიგში ზუსტად ეგ უნდა აღმოაჩინოს, რომ ამის გაკეთება ეგრეიოლი არ არის. ქრისტესადმი მიბაძო ეგრეიოლი არ არის. და აღმოაჩენს, რომ არსებობს საჭიროება იმ აღსარებისა, იმ სინანულისა. თუ ადამიანი ქრისტეს გზაზე მიდის, შეუძლებელია, რომ მას სინანული არ ქონდეს. სინანული ყველაფერი იმის გამო, რაც ჩვენსა და ქრისტეს შორის დგება. იმიტომაც აი მაცხოვრის ცნობილი ქადაგება მთაზე, მათეს სახარების მე-5, მე-6 და მე-7 თავები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი. რითი იწყება? იწყება 9 ნეტარებით. და ეს 9 ნეტარება რითი იწყება? ნეტარიყვნენ გლახაკნის სულით. ეს შემთხვევით კი არ არის იმ თანმიმდევრობით დალაგებული როგორც არის. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, ეს ჯაჭვია. და ეს ჯაჭვი ერთი მეორიდან გამომდინარეობს. პირველი რა იყო? ნეტარიყვნენ გლახაკნის სულით. ანუ როდესაც ადამიანი ქრისტეს გზაზე მიდის, ჯერ ის თამდაბლობას უნდა შეიძენდეს, აღმოაჩენდეს რა, რომ ქრისტესადმი მიბაძვა ეგრე ადვილი არ არის და საერთოდაც შეუძლებელია ქრისტეს გარეშე. ღვთის მადლის გარეშე შეუძლებელია, ვერ მიბაძავ ეგრე. აი გინდა რომ როგორც მოისმინა, რომ ქრისტემ ჯვრიდან უთხრა ზეციერ მამას, მამაო მიუტევე ამათ რამე თუ არ აიციან რასა იქ. და შენ აღმოაჩენ, რომ პატარა რაღაცას ვერ პატიობ ადამიანს. გინდა რომ მიბაძო, აი ძალიან მოგეწონა, მოგინდა, მაგრამ ვერ აკეთებ. და ესე მრავალი შემთხვევა. და როდესაც აღმოაჩენ, რომ ვერ აკეთებ, ეს სიმდაბლეა უკვე. და აღმოაჩენ, რომ შენ ქრისტეს შემწეობა გჭირდება, ისევე როგორც ხორციელად გლახაკს, ვიღაცის შემწეობა ჭირდება. და რომ აღმოაჩენ, რომ ვერ აკეთებ, ნანობ იმ ყველაფერს, რის გამო შენ ქრისტეს ვერ უერთგულე, ვერ მიბაძე. და შენში სინანულია და მეორე სწორედ ეს არის, ნეტარიყვნენ გლოვარენი გულითა, რამე თუ იგინი ნუგეშინის წემულ იქმნე. სინანული აქვს ადამიანს. და როდესაც აღმოაჩენ, რომ შენ ქრისტეს გარეშე ვერაფერს ვერ აკეთებ, შენს თავზე კი აღარ დაამყარებ იმედებს, არამედ უფალზე დაამყარებ და აქ ადამიანი სიმშვიდეს მოიპოვებს. იმიტომ რომ საკუთარ თავზე იმედის დამამყარებელი სიმშვიდეს ვერასოდეს ვერ მოიპოვებს. შემდეგი არის სწორედ ნეტარიყვნენ მშვიდნი, რამე თუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა. როდესაც ჩვენ ჩვენს თავზე კი აღარა ვართ მინდობილი, არამედ უფალზე და ჩვენ ვიცით, რომ ის მოწყალეა და გვაპატიებს. და ასე გრძელდება მერე.
რომ ნეტარიყვნენ რომელთა შიოდეს და წყუროდეს სიმართლისათვის თუ კაცი ამ საფეხურამდე მივიდა ის სიმართლისთვის რომც მოკლა მაინც თავის სინდის საწინააღმდეგოს არ იტყვის არ გააკეთებს და ასე შემდეგ გრძელდება მე მაგრამ პირველი უნდა აღმოაჩინო ის რომ შენ მაგას ვერ აკეთებ გიჭირს მაგის კეთება ძალიან თუ ეგ არ აღმოაჩინე და თუ ის აღმოაჩინე რომ რა მაგრა მიუბაძე მე ქრისტეს მაშინ ნიშნავს რომ ჩვენ სხვა გზითა ვართ წასული ეგ რაღაც შეგვეშალა ჩვენ თუ ახლა დოეში მივდივართ და იქ დაეწერა ბანერზე რომ სკრაო შეიგი ჩვენ უნდა მივხვდეთ რომ რაღაც სხვაგან მივდივართ ჯერ ხიდის თავი უნდა დაეწეროს ხო მართალი ხოდა თუ იქ არ დაეწერა ნეტარიყვნენ გრახაკნის სულითა ჩვენს გულში თუ ეს არ ამოიტვიფრა ესე იგი რაღაცა სხვა მიმართულებით ავიღეთ გეზი აი დღევანდელ სახარებაში უფალი ასე ამბობს მე ვარ პური ცხოვრებისა რომელი მოვიდეს ჩემდა არა შიოდის და რომელსაც წმენეს ჩემი არასადაც წყუროდის სხვაგან ამბობს რომელიც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს მას თავის თავში ექნება საუკუნო სიცოცხლე არადიული სიცოცხლე და ამიტომ ამას არ უნდა აკლდებოდეს ადამიანი ჩვენ საუფლო ლოცვაში მამაოჩვენოში არაერთხელ ვამბობთ პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს ეს არის ჩვენი არსობის პური ჩვენი არსებობის პური ჩვენი სიცოცხლის შემნარჩუნებელი პური და როდესაც ადამიანი ამას მოაკლდება ის სულიერად კვდება მე ამიტომ ჩვენში რომ სიცოცხლე შენარჩუნდეს ადამიანი ხშირად უნდა ეზიარებოდეს არა წელიწადში ერთხელ არა 5 თვეში ერთხელ არამედ ხშირად უნდა ეზიარებოდეს კარგით ახლა ძალიან რო აღარ გადაგღალოთ მიჭირს ამის თქმა ეს შეკითხვა მოდი მიჭირს ამის თქმა მაგრამ წყევლაც რამდენჯერ გამჩენია ბრაზის დროს შვილის მიმართ ვებრძე მუდამ გულის თქმებს და გამოფიტული ვარ რადგან იგივე მეორდება რაც ხშირად მეორდება ხშირად აღსარებაშიც უნდა მეორდებოდეს უნდა ნანობდეს ადამიანი წაღან ერთ ახალგაზრდას ველაპარაკებოდი ჩვენ ამას ვერ გამკვირნავთ მით უმეტეს ცოდვა რომელიც ჩვენ შემოგვეჩვია ის უნდა ვეცადოთ რომ ხშირად თქვათ აღსარებას ზოგს უჭირს იმის თქმა რომ რა ვქნა ესე იგი ერთი და იგივე სხვა არ ვიტყვი აღსარებაში და წუხს ამის გამო და ერიდება უკვე მოზღვართან მის ხომ მაგრამ თუ ერთი და იგივე რაღაცა გვტკივა ექიმს სხვადასხვა რამეს ხო არ ვეტყვით ის ერთი და იგივე უნდა უთხრა კიდე იმის წამალი გამოგიწეროს ეგრე არ არის ეხლა რომ მოგერიდოს და ეხლა რომ უთხრა არა ეგ კი არა სხვა კბილი ამტკივდა იმ ფილმში რომ ამოგიგებს იმ სხვა კბილს და ის ისე დაგჭება ამიტომ არ უნდა მოგვერიდოს პირიქით ის ტკივა იმას უნდა მივხედოთ მე შეგვეწეს მოდი ერთი შეკითხვაც არის და მოკლედ ერთ-ერთი ადამიანი კითხულობს რომ ბევრი ხატები მაქვს სახში ზოგი პატარ-პატარა ჯვრები მაქვსო და ჩამოვიღო კედლიდანო და ჩავაბძანე ყუთშიო და რამდენად სწორიაო თან მაწუხებსო პატარა ჯვრებიც არისო და შვილებს თითო ჯვარი უკეთიათ ნაკურთხიო და ის ჯვარი ახლა შეიძლება ადამიანმა შეინახოს და თუ იმას არ ექნება იმას აჩუქებს ხატებით თუ იმას არ ექნება შეიძლება რომ უწილადოს ხებსაც თუმცა მე რაღაცნაირად შინაგანად ესეთი ის მაქვს რომ ეს ძალიან პატარ-პატარა ხატები როა რა თქმა უნდა ყველა ხატი სიწმინდეა მაგრამ მე რაღაცნაირად მაინც ვფიქრობ რომ ჯობია რამოდენიმე ხატი ჰქონდეს ადამიანს სახში და ის ხატი იყოს დაწერილი ხატი შეიძლება ან რაღაც ცოტა ისეთი ზომის რომ მაგრამ მეორე მხრივ ახლა როდესაც ადამიანი ჩუქნის ამ ხატს შენ ვარი რატომ უნდა უთხრა და მე გროვდება ეს ხატები სახში მაგრამ იმას მოწესრიგება ჭირდება
შეიძლება ის კალენდრები ესე იგი სულთად სადღაც იქნას როგორც სიწმინდეები იწება ძველი შესამოსელი თუ სხვა ბაღდადი თუ სხვა სულთად კონდეს რაღაცა ჩვენ ტაძრის ეზოში გვაქვს ესეთი ორმო სადაც მხოლოდ და მხოლოდ ეს არის რაღაცა სიწმინდეთან რაც არის შეხებაში რომ ის დაიწვას და იქ ფეხი არ უდგება იქ ძაღლი არ მიდის იქ რაღაცა და დაცულია ის და შეიძლება რომ იქ ღმერთი შეგვეციოს აბა